დღეს არის ჰოლოკოსტის მსხვერპლთახსოვნის საერთაშორისო დღე. ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიაში განადგურდა 6 მილიონამდე ებრაელი, 2 მილიონამდე საბჭოთა ტყვე, ღოშები, ჰომოსექსუალები და ასე შემდეგ. რამდენად შესწავლილი და გაანალიზებულია ჰოლოკოსტი, ჰოლოკოსტის ბუნებაზე. რა იცის სოციალურმა მეცნიერებმა? პირველ რიგში საინტერესო ის შეეხო ამ საკითხს ეს ბაუმანი ამ საკითხზე საუბრის დროს ძირითადად აქცენტს ვაქვს იმ მექანიზმზე და სტრუქტურაზე, რომლის საშუალებითაც მოხდა სწორედ ეს გენოციდი, რომ არა ის ბიუროკრატიული მექანიზმი და ის სისტემა, რომელიც ემსახურებოდა ფაშისტურ გერმანიას, ისეთი მძლავრი და ისეთი ასე ვთქვათ მასშტაბური გენოციდი, რომელიც განხორციელდა ეს არ მოხდებოდა. თავისთავად ამ მდგომარეობის და ამ სტრუქტურის ფუნქციონირების გარეშე დღესდღეობით წარმოუდგენელია თანამედროვეობა. დღესდღეობით წარმოუდგენელია წინსვლა, პროგრესი ან სისტემის ფუნქციონირება. ამ ბიუროკრატიული მექანიზმს შეუძლია მოუტანოს კაცობრიობას როგორც სიკეთე, ასევე ვთქვათ იყოს დამანგრეველი ძალის მატარებელი, გააჩნია ასე ვთქვათ ეს სისტემა და ეს ბიუროკრატიული მექანიზმი, ვის ხელში აღმოჩნდება. მიგრემოთ ჩაატარა ექსპერიმენტი, არსი ექსპერიმენტის მდგომარეობა იმაში, რომ თეთრ-ხალათში ჩასმული პროფესორი სტუდენტებს სთხოვდა, რომ ასისტირება გაეკეთებინათ ექსპერიმენტში, ადამიანი, რომელიც იჯდა ასე ვთქვათ, სკამზე და მიერთებული ჰქონდა ელექტროდები, თავაზობდნენ გაემეორებინა უაზრო მარცვლები, ვითომდა ექსპერიმენტი მიდიოდა მეხსიერების შესასწავლად და რამდენ შეცდომასაც დაუშვებდა სტუდენტს, ასისტენტს, უნდა დაერტყა ელექტროდენი 2 ვოლტიდან 2000 ვოლტამდე აღმავლობით. სამასივე სტუდენტმა ეს ბოლომდე, ასე ვთქვათ, 2000 ვოლტი გამოიყენა. როცა სტუდენტებს კითხები, რატო აკეთებდნენ ამას? ერთადერთი პასუხი ჰქონდათ, რომ იმიტომ რომ პროფესორმა უთხრა. ამ ექსპერიმენტის მიერ წარმოდგა დეინდივიდუალიზაციის თეორია, როდესაც სახელდება პიროვნებას ართმევს პასუხისმგებლობას და ეს პიროვნება იქცევა, ასე ვთქვათ, იმ სახელიდან და როლიდან გამომდინარე, რაც მას დაეკისრა, ასე ვთქვათ, კონკრეტულ მომენტში. ეს ექსპერიმენტები სახელდების გამო გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევაზე მე პირადადაც მარტივად ჩატარებული სტუდენტებთან იმისათვის რომ გაიგო მაგათაც შევდივარ ხოლმე და ვეუბნები რომ გაინაცნო როლები დიზაინერის, მზარეულის და ჯალათის. შემდეგ ვეუბნები რომ აერჩიო მსხვერპლი, ასე ვთქვათ, იმიდან თავისივე ჯგუფიდან და თითოეულ უნდა დაწეროს, ასე ვთქვათ, რას გააკეთებდა. გასაგებია რომ დიზაინერი რაღაცას უკერავს, აკეთებს მისთვის რაღაც ჩაცმულობაზე ფიქრობს, კულინარი ფიქრობს, რა კერძს მომზადებდა. ჯალათი ფანტაზია არის ხოლმე ძალიან საინტერესო. დეტალურად აღწერს, როგორ აწამებდა და რას გაუკეთებდა და როგორ მოკლავდა. შემდეგ როცა ვეკითხები, რომ საიდან ეს სცენარი და ფანტაზია, პასუხი იგივეა, რომ თქვენ მითხარით. მე რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებინებ ჯალათს, მაგრამ მე რომ მეთხოვა თავისუფალ თემა დაწერეთ მეთქი. არავინ არ დაწერდა ესეთ ტექსტს, ესეთ მაგრამ როგორც კი მე სახელს ვარდნო, რომ ჯალათია სიამოვნებით წერა. თუ პიროვნება ჩამოყალიბებულია და გაზრდილია, ის ამ ტიპის გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა, იმიტომ რომ ის თუ პიროვნება არა ინფანტილურია, ის ყველა თავის ქცევაზე აკეთებს პასუხს. უყურეთ როგორ არის, მაგრამ აი სახელდებით მანიპულირება ადამიანის ძალიან ბევრი ვიღაცის ინტერესში შედის. შედის ინტერესში, მაგალითად სახელმწიფოს ინტერესში შედის. ნებისმიერ სახელმწიფოს, ხო? უყურეთ თუ და თქვენ მემყოფებით სადღაც დაუშვათ წვეულებაზე და იქ ორი ადამიანია და ერთს ყავს 40 კაცი მოკლული, მეორეს 60. ჩვენ აღქმაში არის ის როგორც მკვლელი. მაგრამ თუ გავიგებთ, რომ ესენი სნაიპერები არიან, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს 60 კაცი ყავს მოკლული, უფრო მაგარია. მხოლოდ და მხოლოდ სახელის გამო. მკვლელი არსობრივად არის მკვლელი, ფორმიანი მკვლელია თუ უფორმიანი.
მაგრამ ფორმიანი მკვლელმა შეიძლება იამაყოს კიდეც. ბევრი ხალხი ხოს მოკლა. რო კითხო რატო, იმიტომ რომ ეს ევალება, იმიტომ რომ ეს სახელი გაარქვეს.